სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ნეიროქირურგიის ქართული სახელმძღვანელოს საჯარო პრეზენტაცია. ციკლში წარმოდგენილია ნეიროქირურგიის თანამედროვე მიღწევების, კლინიკური გამოცდილებისა და ნეიროქირურგიული პრინციპების სინთეზი. ავტორთა თქმით, სახელმძღვანელოს მიზანია ქართველი სტუდენტების, რეზიდენტებისა და ახალგაზრდა კოლეგებისათვის ხელმისაწვდომი, სისტემატიზირებული და მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე რესურსის შექმნა. ეს წიგნი არის დამტკიცებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის როგორც დიპლომამდელი, ასევე დიპლომის შემდგომი განათლების სტუდენტებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტიური გადადგმული ნაბიჯია. წიგნი არის მულტიდისციპლინური, წიგნის ავტორები არის საკმაოდ ავტორიტეტული და მოცულობითი, გამომდინარე იქედან, რომ წიგნში განხილულია როგორც ნეიროქირურგიის ზოგადი საკითხები, ასევე მიმდინარეობა, ბავშვთა რეანიმაცია, ანესთეზია რეანიმაცია, რეაბილიტაცია და საკმაოდ ისეთი ბევრის მომცველი წიგნია, დაახლოებით 600 გვერდამდეა, რაც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ქართული სამედიცინო ნეიროქირურგიული საზოგადოების. სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცეში გვაქვს დეფიციტი სახელმძღვანელოების და შესაბამისად ყველა სახელმძღვანელო, რომელიც დაიწერება ქართულ ენაზე, ძალიან მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, რა თქმა უნდა, როცა ეს არ არის მხოლოდ ნათარგმნილი სახელმძღვანელო, არამედ სახელმძღვანელოა, რომელშიც მოწოდებულია ყველა თანამედროვე ინფორმაცია ამ დარგის შესახებ და მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოყენებულია ის უზარმაზარი კლინიკური გამოცდილება და პრაქტიკა, რაც წიგნის და ამ სახელმძღვანელოს ავტორებს თავისი კლინიკური პრაქტიკული სამუშაოს განმავლობაში დაუგროვდათ და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო ნამუშევარია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი ახალგაზრდა რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა ნეიროქირურგებისთვის და მთლიანად ნეიროქირურგიული საზოგადოებისთვის, რადგან იქ არის მოცემული ის თანამედროვე მიღწევები, რაც არის ნეიროქირურგიაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული მოღვაწეობის შემდგომი უფრო უკეთესი და ხარისხიანი მედიცინისთვის.